უნდა გაგვეკეთებინა და ახლა თუ დაგვიანებული არ არის უკვე რას უნდა ვაკეთებდეთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. ანუ აქ მე მგონია რომ ყველას თავისი როლი აქვს, როგორც მედიას, ისე სამოქალაქო სექტორს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, ისე პოლიტიკოსებს, ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა ესე რომ დავყოთ? დეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო, უნდა გაშლილიყო ზოგადად ეს ომის და უსაფრთხოების თემა. სამწუხაროდ წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წლების განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოების თემა არის ერთგვარი შავი ყუთივით, ანუ დახურული ყუთივით არის, რომელსაც არავინ არ საუბრობს აბსოლუტურად. ეს თემა არ არის გახსნილი საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ არ იცის დეტალები, დღემდე როგორ მოვედით, რანაირად მოვედით, ხო, რომ ესეთი ყველაზე სუსტი ქვეყანა, რაღაცნაირად ბოლო 30 წლის განმავლობაში ეკონომიკა არ გქონდა, რაღაცას თითქოს ფეხზე დავდექით, მაგრამ ყველა ჩვენზე ძლიერია, მაგრამ მაინც როგორც სახელმწიფო შევდექით და რაღაცას ვავითარებდით. და რისგან შედგება ჩვენი უსაფრთხოება, რა ელემენტებისგან შედგება, სად გვაქვს ჩავარდნები, სად არ გვაქვს ჩავარდნები, იმიტომ რომ მარტივად ვიტყვი, იმისათვის რომ საზოგადოებაში და ხალხში გაჩნდეს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, ხალხმა უნდა დაინახოს და ეს არის პირდაპირ ვალდებულება, ანუ ჩვენი როგორც მედიის, ასე ვთქვათ, ექსპერტების, აკადემიური სივრცის და ასე შემდეგ, რომ სახელმწიფოებრიობას და სახელმწიფოებრიობის შეგრძნებას ქმნის მყარი გარანტია უსაფრთხოების.